Თურფასო მეგობრებო, მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი მიშა მესხი. გამარჯობა, პატივცემლო მიშა, როგორ ახარ? როგორ ჩვენი ქვეყანაა ჩემო. ანუ? რა როგორც გინდა ისე გასა. ანუ ეს ნორმალურად შეიძლება ჩავთვალოთ რა. ვიდა მოგილოცოთ მთელ თქვენ გუნდს ესეთი წარმატება. ნუ რა თქმა უნდა ეს პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში, ხდება ის რომ ქართული ფილმი მართალია ესტონეთის სახელით მანდარინები არის ოსკარზე წარდგენილი და ეს ამბავი არის, რა ვიცი მე, როგორი შეგრძნება ერთი ეს მითხარი, ეხლა ოსკარზე ჩადიხარ რა. აფიგიწენ, იცი როგორ ისიც რა. აფიგიწენ. ძალიან მაგარი შეგრძნება, იმიტომ რომ ჯერ მარტო აი ფანტაზიას წარმომედგინა რა, არის ხოლმე რომ დაждები და რაღაც მილიარდი რომ მქონდეს რას ვიზავდი იქ აწყობ იქ რაღაცა საკეთებ. ეგ მაგ თემაზე არ მიფიქრა რომ იქ რო გაივლი, იქ რო დაახვიდე თქვა, ღმერთმა კნას რო იქავიდეთ და ოსკარი განმოგცეს, მაგრამ მაგ თემაზე არ მიფიქრი, მართლა არ მიფიქრია რა. არა, ეხლა შეადარებდი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯილდო არის რა, აი ოსკარი როგორ ეხლა ფეხბურთში რომ გავიდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე და ვიყოთ ფინალში. ეგ არის ხო? ეხლა მაგალითად არგენტინის ნაცვლად ჩვენ ყოფილიყავით გერმანიასთან. ეგეთი სიტუაცია. ენას გაიტან თუ ვერ გაიტან, აი ეგ არის. ხო, რამდენი წარმატება გვაქვს სულ ჩამოთვალო რა? მე გეტყვი ხა რამდენი წარმატება. დიდგორი ძმაო. 91 თასების თასი და აი ეს თუ ოსკარი ავიღეთ, ეს არის რა. ეხლა ნუ ჩამომართვე ძალიან იმაში რა ქვია. მაგალ ფარდოვნებაში, მაგრამ ეგრეა რა. არა, რა არის ისე ვიღაცები ხო წერენ ხოლმე, რომ აი კომენტარებში ისე არ მომეწონა. ბაბუა ჩემზეც წერდნენ ეგეთ რაღაცებს და აი მაგერმა იმდეს ძიმეკასთანაც ვიყავი და დაახვიონ და ერთ ადგილას გაიკეთონ ეგ თავის ნაწერი რა. და ზაზაურისზე იქ თითე ხარცაზე გაივლის და რა ვიცი, იმედი მაქვს რომ რაღაცასაც გამოვკრავთ ხელს. იმედი არა ჩემი ხო თვითონ აკეთონ საქმე რა, მაგ წერის გარდა საქმე გააკეთონ ხალხმა და ეგ არის რა ჩვენი ქვეყნის პრობლემას მე მაგაში ვთვლი რომ ყველა ვართ რაღაცა იმაზე ჭორაობაზე გადასული სხვის კრიტიკაზე მოდი რა ყველამ ჩვენი საქმე გავაკეთო და ჩვენი ქვეყანაც აშენდება მე ესე ვფიქრობ ხო მე პურებმაც პური უნდა გამოაცხოს ხო რა ხო ძნული პასლოვიცა ჩემო ხო ნუ ეგ არის რა იმიტომ რომ ხო ეს არა დაგიმტრევთ ეხლა რაღაცნაირად ისიქენ თუ აი ეგრეა ეგ გააფუჭე ეგ გატეხა მე ის პირიქით უნდა დატრიალდეს რა და მე იქვრება. იცოდი ეგ ფოკუსი ამ მაგის. აბა დაატრიალე პირიქით. მართლა დაატრიალე. დავიდა. იდი ოპ. აუ, შეესლაგა არის დიზაინერი ვინყავს რემონტს სამშობლო. გაი, მოდი მანდევა, გაი დიზაინერს თავი დავადოთ, არა ეს თავის შექმნეს და გამოგვიგზავნეს და. გადაღებების პროცესი როგორ მიდიოდა? იყო ამბები ძალიან მაგრად და მინდა ეხა რა ვქნა დიდი მადლობა მოვუხდეთ თელ გადამღებ ჯგუფს იმიტომ რომ ნამდვილად ერთმუჭად შეკრული ჯგუფი იყო და მაგიტო არის რომ 21 პრინცი გაღებული ეხა ოსკარზე ვარ ნომინირებული და ეს ჯგუფის დამსახურება და დანარჩენს რაც შეიძლება მაგარი მომენტები რომ სერგო ყავდა პიროტექნიკი პიროტექნიკი არის ჩემო კარგებო ვინც არის ის ვინც აკეთებს ეფექტებს ფილმში აი გასროლა საფეთქებას რაღაცებს ნუ რამოდენიმეჯერ მოვიდა პრამაშკა ამას და გააფუჭა რა ხან ვერ გაისროლა ხან ადრე გაისროლა ხან რაღაცა და ნუ ხა ძირითადი მომენტი გვაქვს ხა რომ ის სახლი უნდა აფეთქდეს ხო აი რომ ბომბავენ აი ის ბორცვი უნდა მოძრეს რაღაც აქეთ იქით და სერგო ყავთ დაყენებული და აკაჩავებენ კაროჩე. ესო თუ არ გამოვიდაო, შენ გაგო დარხეულიო. და რა არის ხა ისა რა ქვია სვაზიში სიტყვა რა არის იცი? სერგო დაიძახებენ თუ არა და ეს უნდა პაპა ხიოს ამ იმას. კნოპკას და იქ დედა ეტიროს ყველაფერს კაროჩე. ბაზარი არის და მიდის ეხა როგორი რაღაცა ჯიმშერი და ისა რა ქვია ზვიადი
ჩვენი მხატვრები რა ფილმის რა შევიდნენ რომ იფიქრეს რომ ეს სახლიო რა სანამ აფეთქდებაო რაც არისო გამოვიტანთო რა შევიდნენ და არც არავინ მანეჯი რაღაც ბანზი რაღაცა და დატრეველი ეცხეთში აქ მეორე დატრეული მეორე და უნდა ეს ფეხი გადმოგვილი და სერგო იქიდან მიდის ყი და ორივე ერთმანეთს უყურებენ აზე ხარ აჯაჯმულები არიან რა ჯაჯმულები არიან რა სერგო ასეჩ კარულამიძე მოდი ჭამეო ბიჭო თურმე ის არის რა პერერი უნდა აბეჭ რა მოდი ჭამეო მოგწრე კაროჩი ჯიმშენას გაგრა ულაშები ყველაზე ძალიან საინტერესო ამბავი იყო გუშინდელი რა აი ეს მამა ანთიმოსთან ერთად უკვე სურათი გადაღებული და მეც მოვდივარ ოსკარზე რო ეწერა აბა რა დანოძო არ გჭირდება იზი არ ხდება დიდგორი გიხსენედა ეხლა წმინდა გიორგიმ წმინდა გიორგი გამოჩნდა იქ და დიდგორიც ისე მოვიკიდა რა ვიცი ჩვენი ეკლესიის დახმარება ჩვენ მგონი მართლა ხუმრობა იყო ეს ეგ დავტოვოთ კითხვის ნისის არა ხო უცებ ხალხია ვერ მიხვდა ეხლა წითელი ხალიჩა მოდი ეხლა გადავიდეთ წითელ ხალიჩაზე რა თავაია აბა ეხლა წითელ ხალიჩაზე უნდა გაიარო რაღაცა მელ გიბსონი იქით რაღაცა იქით ლეონარდო დიკაპრიო შუაში მიშა მესხი გაიარა ხო და აი როგორი შეჯერა იქნება ეხლა აქედან დაიწყო რა ხო ეხლა გოგოები რა ქეთი და ნინო ჩიყვაძეები მინიკერავენ სმოკინგს ხო ოღონდ მე ძალიან პრეტენზიული ვარ რომ ის სმოკინგი მინდა რომ ჩერეჩუ რაღაცნაირი ისეთი იყოს ეხლა იქ ხო ვის რა უნდა გააკვირო იქ ლაგერფილდები და ვიღაცები იყოს მაგრამ მინდა რომ მომაჯდეს რა საკაიფოთ რა და აი ეს გოგოები ჩალიჩობენ იმას რომ რა ლამაზად გამოვიყურებოდე შუზებზე ირაკლი ძალიან მაგარ შუზებს მიკერავს ხო რა ქვია იცი ლაბოწენი დუმაბლე ბიჭო ძირები ექნება შუზომანია ირაკლი მიკერავს აი ისეთ შიქს რო აი შეიძლება დამხედოს ვიღაცა და ბრაც აჩეიკერა საჯეიკერი ჩემისმა ვიღაცამ სახიობა მე დეიმონმა რა ვიცი დანაჯეს გავილი და ეხა მეც ეხა ის პონტი არ ამაკ ეხა ვიღაცებთან სურათების გადაღებას ვერ დავიწყებ ერთი მელის ტრიპი დენირო აი ბებერ ხალხთან შემილია ერთი სურათი გადავიღო იმიტომ რომ რაღაც პარტივისცემი თორე დანარჩენზე რაღაცნაირი ცოტა ისე მიმაჩნია ხო აი ხა ქალი ვინ არის იდეალი ხო ვისთან გინდა მის გვერდზე გინდა რომ მოხდე რა ბიჭო იდეალი არ ვიცი მაგრამ ცოლისგან ხსნილი მაქვს შერლისტერონზე არაფერს არ გეუნება ხო არაფერ მაგალითად თუ მოაგვარე პატარა ხსნილი გაქვს იმენა მე კი შომპენში თუ შევეშლები თორე ისე შანსია ბიჭო ეხლა ისეთი თან ეხლა იქ რო ჩადიხარ ხო ეხლა ყველა საკ ნანახი ეგ ფილმი რა თქმა უნდა ყველა იქ მსახიობს ხო და შეიძლება უკვე დაიწყოს შემოთავაზებებზე ლაპარაკი რა რა თქმა უნდა დიდი კინოკომპანიები და ასე შემდეგ ყველას ექნება თავარი რა არის მან ყველაზე მაგარი მუღამი არის უკვე ამ ხუთეულში როდესაც ხდება ფილმი თემი მსოფლიო ნახულობს რა თემი მსოფლიოს პროდიუსერები რეჟისორები და იქიდან გამომდინარე რომ გიყურებენ ახლა თუ რაღაცას შემილია რომ თუ აკეთებ და თუ ნიჭი მაქვს და თუ რაღაცა ტიპაჟურად ჩემი ეს ხოჭი რა მაგრაჭრის თან ჩემი წვილი ეგ წვილი გაჭრის არის მე მიდის მართლა საუბარი სერიოზულად რომ ვისაუბროთ მაგაზე სერიოზულად მიდის მე მოლაპარაკებები მაგაზე რა რამოდენიმე კინოთეატრში ეხა 4 თუ 5 ჩვენება იქნება და იქ გვექნება შეხვედრები და რა ვიცი რა მაგრამ შანსებზე რასი თუ გვაქვს მოგების გლობუსი ხო ვერავიღე წეგა რაზეც საუბრობდით რა სოფლიო ჩემპიონატის ფინალია პენალს გაიტან თუ არ გაიტან აიგარი რა მე ეგრე ვფიქრობ რა პენალი შეაგდე ვერ შეაგდე აი ეგ ვარიანტი უფრო არის და თან ეხა მართლა
პოლიტიკურადაც ძალიან მომგებიანი თემა არის. იმიტომ რომ ხო რა არის იქ, რა ჩანს, რომ ოკუპანტი არის რუსეთი. და თავი და თავი ყველაფრის რომ რუსეთის მხრიდან მოდის ეს ყველაფერი თორე ხა. ჩვენ მე ნამდვილად არ მაქვს ჩემ არც აფხაზ და არც ოზმებთან გასაყოფი არაფერი, ძალიან ბევრი მეგობრები მყავს. ჩვენ თვითონ აი ეს ხარი რომ გაიცოთ ჩვენ თვითონ მოვლაპარაკდებით მე ესე მგონია. და მოკითხვა ჩვენ ძმებს, სოხუმელებს და აფხაზებს. პრინციპში ახლა იქ ოსკარსო აიღებ რამე უნდა თქვა სიტყვით თუ გამოყვება. უბრალოდ ერთი შევა რომ არ დაიწყებ კვირილი. ხო იცი უცებ რომ გაგიხარდება ხოლმე შეიძლება წამოყვირებები იცოდე ხოლმე. ოე გაგედო თან რაღაცა. გამოიღე ლეო. ხო დიკაპრიოსაც შეიძლება შეაძაღო ლეო გამოიგონია. სასაული იქნება ეგ რომ დაიყო. მე არ ვიცი მე მგონი სიტყვით მე არ მომწევენ იქ სიტყვის უბრალოდ. იქ წინასწარ ხო არის მე მგონი რაღაცები გაწერ ზუსტად არ ვიცი რომ ჩავალ გავარგო დაგირეკავ და გეტყვი და მე მოკლედ. იქ ახლა მსახიობებს გაიცნობ შეიძლება შეგეკითხო ფილმის ჰონორარი რამდენი აიღო ფილმის ჰონორარი ხო შეიძლება უსუ მიდის ლაპარაკი. უნდა დავმალო ღადა. არა. დამძინე. მე გეტყვი ერთი ხერხი რა. ეუნების 3 რამდენი აიღე ჰონორარი 3 და ეხა იმათმა იმჯელო 3 ლარი აიღე 3000 30000 3 მილიონი თუ 30 მილიონი რა. რა ნიკაცი ყოფილი მაგითო დიდი თავი. ეგა ხო პრინციპში მიხარია რომ ახლა სიტყვაზე რომ უცებ მოხდე ამ ხელა მსახიობებში რა ანჯელინა ჯოლი, კამერონ დიაზ იქ რა ვიცი კიდე ვინ არიან? ვინ არიან ეს ბიჭები? ვინ არ არიან შეიძლება? ის არ ნახავ ერთი სიტყვით რა მე ვიკითხო აჰა მე შეიძლება ვინ ნახავ ერთი დიდი სოსო ჯაჭულიანს თუ ნახავ. სადმე თუ შევხვდება ერთი ეგ არის რა ჩემი სიამოვნება. ერთი ესეთი ცოტა ისეთი სხვანაირი შეკითხვაა და პატრულთან თუ ქონია შეხება? კი, როგორ არ მგონია. აი, იმიტომ სულ აქტუალურია ახლა დღევანდელი პატრულის თემა, პატრული და სხვადასხვა ძალიან ხშირად მქონია შეხება პატრულთან. ხო. ხან უსიამოვნებით, ხან სიამოვნებით, ხან ჯიგრულად მიშვებენ, ხან არ მიშვებენ. და რამოდენიმე ისტორია. ჯიგრულად გიშვებენ, ეკავს ადმე. ორი ისტორიას მოგიყვები რა, ერთი მაგარი იყო. ეს მე და ნუცა კუხიანიძე ვარ და ნუცას მანქანაზე დავჯექი და ისე იმაზე რა ვქია ვარდების მოედანი რო ვქია ხა მან პეროვსკაიზე შევხვიდე პატრულმა გამაჩერა არც პრავა მაქვს არაფერი არ მდიოს და გააჩერდა მე გამარჯობათ მე კი მიშა მესხიშვილი ვარ მე თორად მიშა ვარ მესხი და იქნება გამიშვათ მეთქი რა გაქორამე საბუთიო რომ მიშა ხარ რომ ესხიო რას ნიშნავს თუ პატივცემ და გიყვარ ვარ მინისტრი ხო არა ვარ საბუთი მქონდეს ეგ პონტია რა საბუთი რა თუნდა რა გამიშვი რა ეგ პონტია ეგ ერთი მე მგონი მეორე იყო ძალიან მაგარი ესე შუქნიშანზე ვდგევარ და ესე გადავიდით აი ყვითელი ხო შევკეთკებ და ორზე იყო ნამდვილად და გავიარე ორზე ხო ჯერ არა ჩამქრა შეიძლება მაგდოს ხო გამაჩერე ეს მე ლაპარაკება ეხა მაგრამ მიხურებს აქეთ იქით და მეთქი ძმაო შენ თვითონაც ხო დაინახე მეთქი რომ ის ეგრე იყო მეთქი რა რაღაცის მეთქი უნდა მოსობა არ არის მეთქი რა უბედური და რას მეუბნო პატრულის შეურაცხყოფო მეთი მეხუმრება რა შე ვირეშ მაყულად გავიცინე ეს ისე ვიცი არაფერი არ ეთქვა იმას ღიმილის მეთქი ძმაო მეთქი რა ესი და არა პატრულის შეურაცხყოფო გააკანა ბიჭო არ მხია ის ან დარუშნიკები ჯიგა შეურაცხყოფა გინო და ხო და შენი დედა გატულე ბარემ გაურჩუნე რა თუ შეურაცხყოფა და შენი დედა დაჭერილი იყო მე შევაგრებინე მე და შენი დედა მეთქი რა ეგ ისტორია ის ყარაბაღის ისტორიას გავს ციხიდან რომ გამოდიხარ და რო აგინებს პატრულს როგორ იყო ეგ ნამდვილი ამბავია ხო კორო რა ჩვენი რა ლევანი რა ესე მოდის მანქანი და გააჩერის და გადავიდა ელაპარაკება და თან რაღაც მართალია ამ სიტუაციაში და უხსნის ამას ვერ აგებინებ და იმას ტრაბიოლა ამარ შენი და უცბად გაახსენდა რომ რა დღე რა იყო მაშინ პატრული რა ეგ პონტია და უცებ და შენი კუბო დავდიო რა და
ხოდა მანდედან ჩავსვით მე ფილმში რა იმან მოგწეს იცი და კუბოს დავდგიო და დავაიხაკენ და ახვიო კუბო დავდგიზე არ არის შეურაცხყოფა კუბო დავდგი არის შეიძლება ამე მე დამიჭერდრე ხო შენ დაგიჭერდე კი ბატონო რა მინდა იცი კითხო მოკითხები შეიძლება დაგაბარო იქით რა ვიცი რა ჩვენები ვინც არიან რა იქ დენირო აქვია ბრედ პიტი აი ესენი რა ეხლა როგორი სახით აი ეს პირდაპირ რომ ამან მოგიკითხა რა ბაზარი არა ხო ანუ მოგიკითხა იციან რა მოგკითხებს ქორწილში ვარ მაგარი შარაფი მიდის კაროში და ვიღაც ღიპიანი ბიძა აქეთ იქ და რომელი პერიოდი იცი საკანი ნომერი 5 რა გრეჩი ხაროზის ის უცნობი როზის საკანში რა და ეს ბიძა მოვიდა და ეხა და გადამეხვია ამე აქეთ იქ და მეგობრო ხო იმასთან უცნობ კი მეთქი რა ხოდაო გადა იმასკენი ჩემგანო მოკითხო ყვერლები ჩაუკოცნე თუ ჩემი ძმა ხარ ჩემ ჩაუკოცნე ყვერლები შენი დედას და ყვერლები ჩაუკოცნე შეწრეუნები გენაცვალე ამარაზე ამარაზე არის რო ყვერლები და ჩაუკოცნე ბოთი შამ სიტყვაზე მაგრამ პატარა ბავშვზე შეიძლება თქვა მაგრამ ო რა გრეჯი ხარ ყვერლები არა ხო ზართული ამბავია მე მინდა თვითონ ამ ფილმს ახლა მართლა სერიოზულად რომ თქვა უზრუნო ანუ მე ვიცი რომ გამოკითხებით ლიდერობს ხო თვითონ მანდარინები კი ჰოლივუდი რეპორტერი და ისინი ხო ტაბლოიდები რა რაც არის ძირითადი სამ ფილმზე არის იდა ქვია ერთი პოლონური ფილმია ეს რუსული ფილმი და ჩვენ ფილმზე ის არის რა ქვია მეტი გამოხმაურება რა ვიდრე დანარჩენ ორზე რა ანუ რეალურად პოლონური და რუსული ფილმები და მანდარინები არის ლიდერი სოლოტული მეგონი ხო და ფისნება დანარჩენი რა ხო მე იმედი მაქვს რომ ოსკარს აიღებ და ანუ იმ სიტყვის თქმა აღარ მოგვიწევს რა აი მაგალითად ამას წინათ რომ თქვი თუ შეიძლება რომ გავუშვათ ეს ვიდეო ერთ-ერთ გადაცემა ვიდეო ეხლა გავუშვი კამერაზე და აი ყველაფერს ვიცავ რა თელი გულით მინდოდა რომ მართლა მეცეკვა და მართლა მაგრად ვემზადებოდი არასოდეს არ მიყვარს ოდესაც საქმე ადამიანს ბოლომდე არ მიყვარს მე დღეს რაღაცა ჩავიშვი თუ რაღაცა ხო რა ეს არის რა ეს ამბავია რა მე იმედი მაგრამ მე პირდაპირ გეტყვი რომ ოსკარი ვერ აიღოთ მაინც ეს არის ყველაზე დიდი არა ეს არის ძალიან დიდი წარმატება მე მინდოდა ულუშაძეც ყოფილიყო ჩვენთან და ნაკაშიძე ბიჭო დამატარებენ ეს ორი აბდალი გურული მარტოს ყველა გადაცემაში მარტო მედური წავიდა ეხა არის 15-ში არის უცხოური პრესის ის არის დაჯილდოება არც უთქვამს დასას და ისე წავიდა ჩუმად და რა ვიცი უსურვოთ წარმატება მაშინ ხო გასაგებია იცი რა არის მიშა რა უნდა გითხრა ეხლა ჩვენთან მოვიდა ერთი ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი რა ხო და თქვენთან სასაუბრო თუ შეიძლება აქედან რაღაცება ნომინაციები რაღაცები მაინც იყო სახალხო არტისტი რაღაცა ეხლა ვაბჟე აღარაფერი აღარ იმენა პროსტო ფილმში თამაშა ხო და იქ რო გეკრება რაღაცა შემოთავაზებები ეხლა იქ არ დაიწყო აი მე თეატრს ვერ უღალატებ კინოს ვერ უღალატებ ვერ წამოვალ და დარჩი იქ შენი ადგილი იქ არის ხო იცი ჩემი ადგილი არის ჩემ ქვეყანაში მაგრამ ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ ეს ჩვენი ქვეყანა ხო რა ჩამოხვალ ხოლმე კაც საწაფალი უბრალოდ იქაც ეს ვინ არის მიყურებს ას მირეკავს რა გამიტრაგას ალო მე გახლავთ მაგრამ უკაცრავად გადაცემაში ვარ და ცოტა ხანში იქნება გადმომირეკოთ აჰა
ხო გიყურეს ვეჭელი და ის ფიქრა რომ ეხა გავეხუმრებიო და დაგინეკა რა. სად არის ხა ის კაცი? ხო, შემოვა ეხლა. მოდი. კი, მომძა. შეიძლება, პატარა შეგაწუხეთ. სასტავს გაუმარჯოს. გაუმარჯოს, ბიჭოს ენასვალე. გაუმარჯოს. ბატონო გამარჯობა. ბატონო. როგორ ძანდებით? სპასიბა რომ მომიწვიე რა ეს კაცი, მაგრამ მეოსებე ჩემიანია იმენა. მედიხარ ხო ცისკარზე და რამე გავიგე. ოსკარი კი, ცისკარი. ცისკროვნებაზე კი. ოსკარ. რა არის? და ესა ხალიჩაზე უნდა გაიარო და რამე ხო, როგორც ვიცი. წითელი ხალიჩა. სულთანია ჩემი დედას პეთავ, კაცი რომ ხალიჩაზე გაიარო და რა ფილმი მიგაქვთ? ალადინი. გადაობს ხო ჩემი დედა? მანდარინები. მანდარინა რა ვარდენა ხარ ჩემი დედა პეთავ. მანდარინები ჩემი დედა. და ვით თვითფრინავით მიდიხარ ხო? კი. საიდან ნაფრიდა ყორღანებიდან? ორგანებიდან რა მინდა ელფი ვარ ჩემი დედა. ჩემი დედა იმენა ჩემიანი ჩემი დედა. კაროჩე ეხლა ვაფშეტა მაგას ყორღანებიდან გნოლი უფრო აჯდება, მაგრამ ელფიც იყოს რა ჩემი დედა. ერთი რამე და მიშა რა. მაგას გადავ თო მე რაღაცე მოვედი ჩემი. ოსაკაიფოა? წითელი გაცვია ჩემი. იმენა დედოფლის დაცვაში. რა იყო იცი? ჩემი გარეცხელი იყო და თოლის ჩავიწი უცებ. ის არის დაცვაში. ო რა უცებ გამოვარდი რა. დედოფლის დაცვაში. აგერანას კაცია. იქ სერიოზული სასტავი დახვდება, მინდა გითხრა რა ეხლა. იცი. მოსთა თხოვნა მინდა ჩემგან რომ სურათი იქნება გადაიღო რა, იმიტომ რომ იქ ძმაო იზავს სეხსილი იქნება ძმაო. ივან დრაგოი იქნება. კიდე ვინ არიან? კომანდოსა ეს ვაინო იუდარი ძმაო. ორნელამუტი, საბრინა რამე. მანდა და რავი გა. სასტავს იცნო. ხონგინდონის მანდ იქნება ჩემი დედას. ეგ ვინ არის ნახდიარი? მაგარი რო ჯაძა ჩემი. ნაძვებზე რო დახტუნაო. ნაძვებზე რო დახტის რა ეგა. ნაძვებზე კარატე. კაროჩე სურათი გადაიღე და თუ რამეა დაპატიჟე ჩემი დედას პეცაო ჩამოვიდნენ აქ და მე ვკისრულობ გარაჟში დავждე ჩემთან რა. კაი სანაპიროს ლუდი ხა ეგეც უკეთეს არ ჭამდნენ რა და თევზი რა. ხო რა მეტი რა გითხრა. დაიცა. ურეკა? ურეკა არა ის. ავაი გადავიღოთ და აჩვენე მე რა. საიდან ატრიალებს ეს? მოიცა. ტელეფონი ხო ესა? აჰა ბრატ, და გავაგზავნე. მოდი შენი თავი ჩაეტევა, მოდი. მოდი. შო არის. ეხლა რა მაინდა ზმანი რა მიგაქ, ანუ საკაიფოთ ხარ ზმანი რა გექნება? ეს ბანი რაღაცა. რავი უბანჯი ავაგროვე რა იგი. სეროჟა ჟარვალი გამოვარდი, არტურად პიჯაკი რავი. რატო გეუნები ხლა იცი შმოგინგი ეს ყველას ექნება და იმათ ეხლა ვერ შეეჯიბრები და მე რო ხლა შემოგთავაზო რა მინდა იცი რომ ჩვენი ქვეყანას რო წარმოადგინოთ ჩვენ პონჩი და სტილი რო გამორჩეული იყოს მაგალითად წვანე ესპადრელები რო გააძრო ზევიდან სპორტულები ოღონდ რომელი იცი თბილისი ვლადიკავკაზის რეისავით ექვსა იმენა ექსპორტულები არის ძალიან მაგარი და ზევით ყავის კურთა. ოღონდ ეხლანდელი არა, აი 90-იანებში სოსო ალავიძეები ნახე. აი ეკრო ბეწვი თონდა რა. ჯუბა რა. აი ეგ მაო და აკიდე ესა რეიბანები. წვეტი ხო საკაიფო გახ. ზეო რა. წვეტზე ჩამოდებული რეიბანი. ანუ ხოხები რა, გამორჩეული იქნები და იქ რო დაჯდები, ვაფშე აი სახე კონდეს ყველაფერზე გააკეთე რომ აი ყურე. გამეგე რომ ვითომ ყველაფერი გესმის რა. მე მეგონა პოხო. ეგეც მომენტი. ეგეც კაი და მე ბანკეტი და რაღაცა იქნება სტეთხემს მოერიდე წიხლი იცის. იმენა ვერზილა ჩემი დედასპიტა ჯორჯ კლუს რა შეეხება კიდე? მაგან ჩემი დედასპიტა და რო დალევს იმენა ბურღია. ასავალ-დასავალში წავიგითხე გუშინ. ეგ რო მოიგე ხო შენ იმას. კაროჩე მოიგე დაუშვათ ოსკარი რა.
დაიბოქდა. დაიძა ვიღაცა ნაშის ისავთ მაგალითად. თოლის ბაბუასთან იყავ ისე. Короче. ნი დაიბოქდა ოსკარი მოიგე. ტექსტი რა უნდა კონდეს რა. გამოდიხარ და იტყვი რომ thank you very much ბრაცი. ნუ ბრაცი ჩვენ პონჩი რო ჩავსვათ რა. Thank you for Oscar, thank you for mama, thank you ისა father, thank you ურუშ. ისა და მე ეგეთი რაღაცა რომ მოვარტყათ რომ some people thought that we would never win, but where are you swimming my brother? ანუ სადაბანაობთ ძმეობო რა. აიგე, რო იცოდე, თორე ვინ ჩამოვიდა. Down dictated. ეგეჩე, რავი, წაიღე ძმაო ეს ტექსტი და მე მგონი გამოგადგება რა. აგერ ძმაო და რავი, საწაული თუ მოხდა, ცა გაიხსნა, დარბაზი ორად გაიყო და ოსკარი აიღე, ოსკარის დედაცვატირე ღმერთის სიწამე ეგრევე. რავი, რაგეთ. ორა. რავი, მეტი რაგეთულო ძმაო. ეგ არის რა. ორა. Короче, თუ რაღაცა არის, აგერ ძმაო, ეს ზმანიც, ვაფშე დაგაკვდებაზე გაძლევ, გატან. აბრა. მოისხი ძმაო, საუც. გიგა. აბა ჩაიცვი ერთი. ფიშკა არა მაქვს. ვიდი, ავაფეთქო. მოიცი, პროსტა მაინტერესებს, როგორ გამოჩნდები იმაზე, რა ხალიჩაზე რა. სპიჩი გაგა. იზავ სექსილი როგორ ვალაპარაკოთ ჩემი დედაფე. აუ, მიშა, დაგაკვდა ძმაო. ასეთი ვაკხოვით რა. ასეთი გადმომიგდეთ რა. მოიცა, ამას შევკრავ რა. არა, ეს არა აქტო. აჰა, მიშა. ასეთი არის მოუკიდე. ის ადარი. არა, არა. ეგ არ უნდა, აბა ეხლა თქვი რა, იქ ახარ დავჭა და my mother swear. My mother swear. Oscar forever რა. Oscar forever. სერიოზული. მანდარინებით მეტი ხარ ძმაო და ლიმონი ჩამოგეტანო შემი დედოფლისა. გენაცვალე, აბა მაგრა რა. დავაი გენაცვალე. ხო, ეს ღმერთი იწამე იყო. ეს სუპერ გამონათქვა. მოკლედ. არ მინდა. არ გიტყავს და ჯამგადაცემა ჟარტი ჩაივარ. სხვა რამე არ არის. არ არის ხო? კიკაიძე აღარ არის რაგვარი ახალი მინისტრი. ეგ არ არის ბრატ. რას ეწევი დო? რეკლამა გამოვა ეგ რო თქო. აა მოკლედ მიშა მესხი ბიჭებს ყველას მიულოცეთ ჩემგან ეს არაჩვეულებრივი წარმატება და რო ჩამოხვალ და ოსკარს რო ჩამოიტან პირველი მოდიხარ ჩემთან მინდა რომ შევეხო როგორია მართლა მაინტერესებს ეს თვითონ ლითონი როგორია რა ლითონია ეგ მაინტერესებს რა ოქროა ნამდვილად თუ ასე შემდეგ რა არის არის საგიჟეთი არის ხო ეგეთი შეიძლება რომ უფრო რაღაცა ლამბერსექსუალი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს უსურვებ ფილმს და თქვენ ყველას აბსოლუტურად და თელ საუკეთესო სურვილები. მე მოგარგებო, თელ ერთს გისურვებ წარმატებას. მიშა მესხი იყო ჩვენი განაცემის სტუმარი, მადლობა. ძირფასო ტელემაყურებლებს დღეს მიამით გევშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით იქით პარასკევს მართალია რეკლამას გვიზღუდავენ თვითონ რუსთავიორში ახალი კანონ პროექტებს მაგრამ მაინც ვერ დაგვაზიანებენ აი რა ვიცი რა გითხრათ რითია გარეცხილი შენი პერანგი პერვოლით არ გაჩერდე წაულ სნიკერსზე ისევ ყვავილები არა რაფაელო არფური ქათამი 3 და 20 და ბიზნესაც ვესი პატივი მეტი რა ვქნა ნახავთ